თუმცა ამ ტერმინს სხვადასხვანაირად აღიქვამენ ადამიანები და სხვადასხვა სახელწოდებებიც არის თქვა დანერგილი, მაგრამ მაინც ოფიციალურად და იურიდიულად ასე ქვია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო ძალიან კარგი და მართებული განმარტებაა ქართული, როგორც აი მე და მარიკა საუბრობდით მანადი invalid ხო რას ნიშნავს რომ არ შეგიძლია რაღაცის აქ შეზღუდულია ანუ შენ ხო ქართულში გაძლევს იმის შესაძლებლობას თვითონ ინფორმაციულადაც რომ ეს იმას კი არ ნიშნავს შეზღუდული გაქვს რაღაც შეზღუდული გაქვს და ჩვენ აი როგორც ვთქვით ხო უნდა დავინახოთ ჩვენი თავიც მივიღოთ ისეთები როგორც ვართ რომ აი ეს შეგვიძლია გოგა შენ ყველაფერი შეგიძლია არც რა თქმა უნდა არ შემიძლია როგორც ჩვენ რაღაცა შეგვიძლია და რაღაცა არ შეგვიძლია და ვიღებთ ჩვენ თავს ისეთ როგორიც ვართ უნდა მივიღოთ ყოველ შემთხვევაში იმისთვის რომ ვიფუნქციონირებთ და სხვებმაც ესეთება უნდა მიგვიღონ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდე ლიზა სხვადასხვა აქვს არსებითი მნიშვნელობა იმას რომ შენ მიიღო აი ეს შენი შესაძლებლობა ეს ასეა ნამდვილად და მე უკვე აი ეს ენერგია ეს ახლა თეას რო უყურებდით დღეს შენ ხო ეს ადამიანი გეუბნება რომ მე ყველაფერი შემიძლია მე შენი ნაწილი ვარ და მე შევძელი რომ ჩემ თავი ასეთად მივიღო და მოდი შენც ასე შემომხედე უკვე აღარ გიტოვებს თეასნაირი ადამიანები არჩევანს შენი იმას აღიქვა უკვე აი აბსოლუტურად რა თქმა უნდა როგორც თვითონ მოახდინა შენ და მე ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ამ ადამიანებს ვისაც რაღაცა ის გაკეთება არ შეუძლია მივცეთ ის ინფორმაცია ის ძალა და ის რაღაცა ემოციური ბმა ჩვენთან რომ შენ ჩვენი ნაწილი ხარ შენ ჩვენ გვჭირდები შენც უნდა იფუნქციონირო იმ ფარგლებში რა ისიც შეგიძლია იმიტომ რომ ჩვენც არ შეგვიძლია ხო მაგრამ რაღაცა არ შორის ამაგერად რაღაცა შეუძლია აქაც ხო ესეა რა რაღაცა ჩვენ ყველას ესე ვაქვს რაღაცა შეგვიძლია რაღაცა არ შეგვიძლია მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი რომელიც ყველა ადამიანისათვის არის მნიშვნელოვანი მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ჭრილში მინდა განვიხილო ეს არის მათი სამართლებრივი უფლებები. დღეს ჩვენ ამ თემაზე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე სტუდიაში მოვიწვიეთ იურისტი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ბატონი დავით სიმონია, რომელიც ჩვენ შემოგვიერთდა ეხლა და ვაგრძელებთ მასთან ერთად საუბარს. იცით რა, მოგესალმებით პირველ ყოვლისა ბატონ დავით, მადლობა რომ მოგბრძანდით ჩვენთან ერთად და დაგვითმეთ თქვენი დრო. ძალიან მნიშვნელოვანი ერთი საკითხი. ყველა ადამიანს სჭირდება იურიდიული დახმარება ამა თუ იმ თქვათ დროს თავისი ცხოვრების და ამა თუ იმ ეტაპზე. არის რაიმე განსაკუთრებული საჭიროებები, რომლებიც შეიძლება გქონდეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და რამდენად არის ამ ეს სერვისი მათთვის ხელმისაწვდომი. გოგა, მოდი იცით დავიწყოთ კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თითქოს ვიცით, რას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. იურიდიულ განმარტება. მაინც რომ განმარტება იყოს, აი ვინ ითვლებიან ამ სტატუსში. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. განმარტებით დავიწყებ სამართლებრივ ენაზე რომ ვთქვათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის ყველა ის პირი რომელსაც აქვს ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული ტიპის ესეთი დარღვევა რომელიც ნორმალურ პირობებში და სხვებთან მიმართებაში ხელს უშლის მათ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამასთან ერთად ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ საქართველოში, ეს მსოფლიო გამოწვევა არის და ზოგადად მსოფლიო იურისპრუდენცია ორიენტირებული იყო ყოველთვის და დღესაც არის რომ მათი უფლებები იყოს გარანტირებული და დაცული ისე რომ არ მოხდეს არანაირი სახის დისკრიმინაცია თუნდაც იმ უფლებების მიმართულებით და მიეცათ მათ შესაძლებლობა რომ იყვნენ ისეთივე რეალიზებულები საზოგადოებაში როგორებიც უნდა იყოს თითოეული ადამიანი დღეს. გამოწვევებს რაც შეეხება ეს არის ცალკე მიმართულება რომელიც ინდივიდუალური შეიძლება იყოს ყველა ქვეყნისთვის, ყველა სამართლის მიმართულებით. თუ საუბრობთ ამ შემთხვევაში საქართველოს აქ არის თავარი გამოწვევა რასაც შეიძლება დავარქვათ ეს არის მათთვის იმ კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმების შეთავაზება რამაც უნდა უზრუნველყოს მათი უფლებების შესაბამისი რეალიზება. აი ლიზა უკაცრავად ერთი кейსი მინდა რომ კონკრეტული განვიხილოთ მაგალითად დამსაქმებელი ამ შემთხვევაში რომელიც უარს ეუბნება ვთქვათ ადამიანს რომელსაც აქვს გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სამსახურში აყვანაზე იმის გამო რომ სამუშაო სპეციფიკა
ვერ დაასაქმებს ამ ადამიანს. არ და მას უნდა. ასევე ვთქვათ, უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც იყო ესეთი кейსიც, მაგალითად თეატრალურ უნივერსიტეტში, რომელმაც ვერ მოხვდა სამსახიობოზე ადამიანი იმის გამო, რომ მას ჰქონდა გარკვეული შესაძლებლობა შეზღუდული ამ შემთხვევაში. აი ასეთ დროს, თუმცა სამსახიობოზე მეტყველებას ამოწმებენ ხოლმე და თუ გამართული მეტყველება არ აქვს, ასე ვთქვათ, იწვევენ, რომ ეს სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე. ეს ადამიანი შემდგომ მოდის ადვოკატთან და იწყებს სამართლებრივ დავას ამასთან დაკავშირებით, რომ მისი უფლება შეიზღუდა როგორც მოქალაქის, რომელსაც უნდა მუშაობა ამა თუ მაგალითად ექიმად და ამ შემთხვევაში შეიძლება არ ქონდეს რომელიმე კიდური და ქირურგობა უნდადეს და აი მე ვიხილავ კონკრეტულ შემთხვევას. ასეთ დროს საით მხარეს არის სამართალი? ვის მხარეს არის სამართალი? საინტერესო კითხვა ნამდვილად. პირველი, რაზეც უნდა გავაკეთოთ აქცენტი არის ის, რომ ორი მიმართულება თქვენ ახსენეთ ახლა რაღაც კონკრეტული სამსახიობო მიმართულება მაგალითად, სადაც სოდის მიღება უნდა, ეს საერთოდ სხვა რეგულაციებით რეგულირდება ამ განათლების მიღებაზე რაღაც კონკრეტული მიმართულებით ჩაკეტვა, რომ ვერ მისციან არ მიაწოდეს კატეგორიულად დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანისთვის მიუხედავად მისი სტატუსისა იქნება შეშმობილი თუ არა, თუმცა რაც შეეხება დასაქმებას აქ უკვე რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია ეს სპეციფიკა, რა სპეციფიკითაც ითხოვს დამსაქმებელი რაღაც კონკრეტული საქმის შესრულებას, ხო? ხო, მაგრამ სტუდენტსაც იგივე შესასრულებელია განათლებისთვის ამ შემთხვევაში. აქ იგივე იდენტური кейსი გამოდის. კი, იდენტურიც გამოდის, თუმცა დამსაქმებლისთვის თუ კი შეუძლებელი გახდება რაღაც კონკრეტული ფუნქციის შესრულება, იმ მიზნიდან გამომდინარე, რა მიზნითაც დამსაქმებელმა გამოაცხადა კონკურსი, მაგალითად, ალბათ ყველა ვაკანსიას თავისი პოზიციაზე, იქ არის შესაბამისი დეტალური ფუნქცია მოვალეებები, რისი შესრულებას უწევს ახალ დასაქმებულს. შესაბამისად, მეც ნაკლებად გონია რაღაც კონკრეტული ეგეთი кейსი დადგეს, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, რომელსაც მაგალითად არ აქვს კიდური, თქვენ ახსენეთ, მან მიიღოს მონაწილეობა კონკურსში ქირურგის პოზიციაზე. ესეთი ბუნებაშიც არ ხდება. არა, მე ცოტა უტრებოდ ვქენ, მაგრამ მეორეა, ვთქვათ, არ აქვს ამ კონკრეტულ ვთქვათ დაწესებულებას ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შეესაბამებოდეს უნდა მის ვთქვათ დასაკითხია, ეს უკვე ხო, აი გადავიდით ამ საკითხზეც. 2020 წელს სახელმწიფომ საქართველოს ამ შემთხვევაში მიიღო კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ და გარდა მაგისა თავად სახელმწიფო უწყებებისთვისაც სავალდებულო გახდა რომ ინფრასტრუქტურა იყოს ადაპტირებული ყველანაირად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ეს რა თქმა უნდა არ არის მოკლევადიანი პროცედურა, რომ მთელი სისტემა ასე გადაეწყოს ინფრასტრუქტურულად, იმიტომ რომ ბევრი შენობა დღესაც სადაც საჯარო სამსახურები არის თუნდაც განთავსებული, აშენებულია საბჭოთა კავშირის პერიოდში, რომელიც არ იყო მაშინ ადაპტირებული და ეხლა ამ ყველაფრის ადაპტირება საჭიროებს გარკვეულ დროს, თუმცა მაინც სახელმწიფო ვალდებულია, რომ ის სერვისი, რომელიც უნდა შესთავაზოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მიიტანოს მასთან ადგილზე. ანალოგიურად ჩვენ შემთხვევაში გეტყვით, იურიდიული დახმარების სამსახური არის ის უწყება, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ზრუნავს და ვალდებულია კანონის საფუძველზე დაიცვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები. და ჩვენი ყველა ოფისიც არ არის დღეს ადაპტირებული იმისთვის, რომ მოვიდეს ჩვენამდე ფიზიკურად. და რა შვებით ასეთ დროს? და ამ დროს ჩვენ თავაზობთ მათ მოსახურებას, რომ თუ კი საჭირო ხდება მისთვის კონსულტაციის მიცემა, მისთვის ადვოკატის დანიშვნა, სამართლებრივი დოკუმენტის მომზადება და ასე შემდეგ. ჩვენ გვყავს სპეციალური მობილური ჯგუფი, რომელიც 2023 წელს ავამოქმედეთ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. ეს არის მობილური საკონსულტაციო ცენტრი, ეგრეთ წოდებული მიკროავტობუსი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ტექნიკით, რომელიც ადგილზე მიდის იმ ადამიანთან, რომელსაც ძალიან კარგი სერვისია, სამართლებრივი დახმარება, მას გამოიყოფა შესაბამისი იურისტი, ადვოკატი, ეწევა კონსულტაცია და მისი სამართლებრივი პრობლემის მოგვარებაც ოღონდ სტატუსი უნდა ქონდეს შეშემოპირის, ხო? ამას გულისხმობთ. თუ შეიძლება ვთქვათ, აი წერან საუბრობთ ალბათ იმარიკა, რომ რაღაცა ასაკში ადამიანებს ეზღუდება შესაძლებლობები, აი რაღაცა ხანდაზმულია, ვერ მიდის, ისე შეეზღუდა, მაგრამ სტატუსი არა აქვს. კი ბატონო, ხო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვის ხორციელდება ეს კონკრეტული პროგრამა, თუმცა პრაქტიკაში არ ყოფილა ასე ვთქვათ
შემთხვევა, როდესაც მოქალაქე მოგმართა მას დაჭირებია რაღაც კონკრეტული მომსახურება, ამ დროს უკვე ადვოკატია ვალდებული გააკეთოს შეხვედრა ბენეფიციართან და როგორც წესი ადვოკატები ბენეფიციართან შეხვედრას ახორციელებენ მათთვის ასურველ ადგილას. კი ბატონო დავით, იცით რა მაინტერესებს? თქვენი აზრით არის თუ არა ჩვენი კანონი სრულყოფილი იმ მხრივ, რომ აი თქვათ ძალიან ხშირად ვამბობთ ხო ამ საერთაშორისო სტანდარტს. ეს რაღაცა ესეთ პანაცეა კი არ არის, მაგრამ უბრალოდ სამწუხაროდ რაღაც რიგით თემებზე სხვა ქვეყნებს ბევრად უფრო დიდია გამოცდილება, ბევრად უფრო ადრე დაფიქრდნენ რაღაცა საკითხებზე. შესაბამისად, ალბათ დახვეწად წლების მანძილზე ხდება ამ კანონმდებლობების და აი ჩვენ შემთხვევაში ხო ჩვენ ვიცით რომ არ იყო ადრე ამაზე ჩვენთან საუბარი, მეცაც გეტყვით ხო რაღაცა სტიგმაცი იყო სამწუხაროდ, რაც ნელ-ნელა იცვლება, რაც ძალიან გასახარია, იმიტომ რომ მე მარიკასთანაც ვთქვი, რომ ადრე ჩემს მაგალითად ჩემს მეგობრებს ყავდათ და ძმა და გარეთ არ გამოდიოდნენ და საერთოდ გვიან ვიგებდით, რომ ასეთი ოჯახის წევრი იყო სახლში და ახლა უკვე აღარ არის აი ეს პრობლემა, რაც მართლაც ძალიან გასახარია. რაც შეეხება აი თქვენ კონკრეტულ მხარეს კუთხეს ამ პრობლემის, არის თუ არა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში ჩვენი კანონმდებლობა და თქვენის აზრით, ეხლა თქვენ იცით ყველაფერი ზედმიწევნით კარგად, არის თუ არა მოსაწესრიგებელი და დარჩა კი თუ არა ის რაღაცა საკითხები, რომლებიც არ გაძლევენ ბოლომდე მათი მხარდაჭერის შესაძლებლობას. ესეც საინტერესო შეკითხვაა და ამასაც ორი მხარე აქვს, მედლის ორი მხარე ავიღოთ. პირველი, როდესაც ვსაუბრობთ კანონმდებლობაზე, ანუ ის კონკრეტული ტექსტები და ნორმები, რაც დატანილია ფურცელზე და სახელმწიფოს კანონის სახით აქვს მიღებული. შესაბამისობა ამ საერთაშორისო სტანდარტებთან არის, რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენ ეს ყველაფერი დავიწყეთ ძალიან გვიან, ანუ როგორც გითხარით, კანონი ცალკე, რომელმაც უზრუნველყო ეს ყველაფერი, ანუ ერთ თავში მოგწევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების და გარანტიების, რომ არ ყოფილიყო დისკრიმინაცია, ეს ჩვენ გავაკეთეთ 2020 წელს, როდესაც ანალოგიური ცალკე კანონი, როდესაც მივიღეთ, თუმცა ანალოგიური კანონი მიმართულება გერმანიას მაგალითად უკვე 70-იან წლებში ჰქონდა. დღეს დღევანდელ რეალობაში სადაც ვიყავით კი მახსოვს. ხო, დღევანდელ რეალობაში უკვე იმდენად კარგად არის ამ სტანდარტი გაწერილი, რომ დღეს ვეღარ ააშენებ ახალ შენობას, თუ კი არ გექნება შესაბამისი ზომები მიღებული, ადაპტირებული და ასე შემდეგ, რაც მანამდე არ იყო და შესაბამისად ეს ყველაფერი საჭიროებს დროს. თუმცა არის რიგითი პრობლემები, აი მოგიყვებით ხო ერთ მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი, ადვოკატი, ზესტაფონის ბიუროს ხელმძღვანელი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რომელიც მის საქმიანობას ახორციელებს ჩვეულებრივად ყოველგვარი კართულების გარეშე და მასაც ჰქონდა რაღაც კონკრეტული პრობლემა მის ქალაქში, მაგალითად ზესტაფონში, რომ მისულიყო ბანკომატთან და გამოეტანა რაღაც კონკრეტული თანხა, ხო? და არ იყო ადაპტირებული ეს ტროტუარი, რომ მას შეიძლებოდა იქამ და მისვლა. ასეთ შემთხვევებში იწყება ხოლმე რაღაც კონკრეტული დავა, თუმცა ამ შემთხვევაშიც როდესაც მიმართა თავად წერილობით ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და მისი სურვილი იყო რომ დაწყებული იყო სასამართლო დავა იმისთვის რომ მას მოეგო და ეს ყოფილიყო პრეცედენტი, უკვე ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამ ყველაფრის გარეშე მანამდე თავად მოაგვარა უკვე ეს პრობლემა, ანუ ორიენტირებული არის დღეს ყველა უწყება, რა აქვს მნიშვნელობა საჯარო იქნება თუ კერძო, აღმოფხვრას ეს რაღაც კონკრეტული პრობლემები. თუმცა როგორც გითხარით, ეს ყველაფერი საჭიროებს დროს, იმიტომ რომ ფინანსური რესურსი დღეს არ ეყოფა არც კერძო და არც საჯარო სექტორს, რომ რაღაც კონკრეტული ფინანსურობის რა თქმა უნდა. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობების სხვადასხვა სახის არის მოგეხსენება და პირველ ყოვლისა ამ ბევრი სარგებლობს სწორედ ინტერნეტ მომსახურებით და ვებგვერდებით თავის დაუწყები. რამდენად არის ადაპტირებული თქვენი ვებგვერდი ყველა ტიპის ასე ვთქვათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. აი ვთქვათ მხედველობა დაქვეითებულისთვის, სპენა დაქვეითებულისთვის, იმიტომ რომ მათ ვებგვერდთან კონტაქტი სჭირდებათ პირველ ყოვლისა თქვენთან კომუნიკაცია. ესეც საგანმანათლებლო რეგულაცია არის და დღესაც მათ შორის ის უწყებები, რომლებიც უნდა შესთავაზონ კონკრეტული სახელმწიფო სერვისები მოსახლეობას,
ეს არის სავალდებულო მოთხოვნა, რომ უნდა იყოს ადაპტირებული. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ჩვენი ვებგვერდიც ადაპტირებული არის ყველა ვებგვერდი უნდა იყოს, ხო ადაპტირებული რა სახელმწიფო სერვისებს კი, რა თქმა უნდა, ადაპტირებული უნდა იყოს და ჩვენი ვებგვერდიც ადაპტირებულია შესაბამისად ყველა ტიპის შეზღუდვების მქონე ადამიანისთვის იქნებიან ეს მენადაქვეითებულები, მხედველობა დაქვეითებულები თუ ასე შემდეგ და პარალელურად გარდა ამისა არსებობს ცალკე გვერდი ბავშვებისთვის, რომელთაც უკვე ინფორმაცია მიეწოდებათ სურდო თარგმანით, შესაბამისი ანიმაციებით, ვიდეოკლიპებით, რომ მათთვის უფრო გასაგები იყოს ის კონკრეტული სერვისები და მათი უფლებები, რასაც სახელმწიფო ზრუნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი მადლობა. უბრალოდ თუ გახსოვთ აი პრეცედენტის სახით რომ დავასრულოთ ჩვენი ისა, რამდენად ხშირია აი ამ პროცესების მოგება ჩვენი მხრიდან. თუ საქმე ეხება ისეთ ტიპის საქმეებს, სადაც ადგილი ქონდა მაგალითად დისკრიმინაციას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან მიმართებით, ასეთ საქმეები ყოველთვის სრულდება მათ სასარგებლოდ, ანუ არ ყოფილა არც ერთი გამონაკლისი, თუმცა დისკრიმინაციის მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში საერთოდ არ ყოფილა რაიმე ტიპის ასე ვთქვათ საჩივარი მაგ მიმართულებით. უფრო მეტად მომართვიანობა მოდის ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საკითხებზეც, სხვა ტიპის დავებზე. იმ პრობლემებზე რომ მათ უბრალოდ ფიზიკურად უჭირთ რაღაცების კეთება. არა მარტო, ანუ იგივე ტიპის პრობლემებზე, რა პრობლემებიც ზოგადად შეიძლება გვაქვს. მეც და თქვენც. კი, თითოეულ ჩვენთაგანისგან სამწუხარო რეალობა დღეს ის არის, რომ აი ქართული ტიპიური მენტალიტეტი ექიმთან გქონდა თქვენც ეგან საუბარი სამედიცინო მიმართულებაზე, მივდივართ მაშინ, როდესაც რამე აქ თქვდება და იურისტთანაც მივდივართ მაშინ, როდესაც სამართლებრივი პრობლემა უკვე დგას. ძალიან მექანიზმი ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს. ძალიან დიდი მადლობა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ბატონი დავით სიმონია იყო ჩვენთან, ჩვენ მას მადლობას მოვახსენებთ და დავამშვიდობებით და ცოტა ხანში საანონსო ჭრის შემდეგ დაგიბრუნდებით.